საქმეთა სამსახურმა დაიწყო დოკუმენტური ფილმებისა და კლიპების გადაღება ვეტერანების ცხოვრების, მათი სტატუსის ამაღლებისათვის საზოგადოებაში, მათი მორალური მხარდაჭერისათვის, იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, თუ როგორი გმირები ყავს თავის წიაღში და პატივი სცეს მათ არსებობას და მომავალმა თაობამ გარკვეულწილად სწორება გააკეთოს ამ ღირსეულ ადამიანებზე. თუმცა გრძელდება რაღაცა მცდელობები, თითქოს და მცდელობები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კარგი წამოწყება რატომღაც აქციონ დარტყმის საგნად. ისეთი პოპულისტური განცხადებებით, როგორიც არის, რომ რა დროს ფილმების გადაღება, როდესაც ამდენი მშიერი ვეტერანი ყავს. თუ ამდენი მშიერი ვეტერანი ყავს, მაშინ ნუ გავაკეთებთ ნურც ვეტერანის პარკს, ნუ გავაკეთებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი დაждდება, ნუ დარგვავთ მათი სახელობის ხეებს, ნუ გავაკეთებთ მემორიალებს და ასე შემდეგ, უამრავი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, ნუ გვექნება მუზეუმები, სადაც შევინახავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფრაგმენტებს და საერთოდ ნუ გადავიღებთ ფილმებს ისტორიაზე და დავაკრინოთ ჩვენი მომავლისკენ სწრაფი სურვილი. ეს არ არის სწორი. სწორი ის არის, რომ თავის დროზე კარგად მოგეხსენებათ, იღებდნენ რეზერვის შესახებ ძალიან საინტერესო კლიპებს და აკრავდნენ ბილბორდზეც. მე მიმაჩნდა, რომ ეს კარგად გაკეთებული კლიპები იყო, თუმცა ძალიან ცუდად განხორციელებული რეზერვის პოლიტიკა სახელმწიფოსგან. მაშინ არავინ არ საუბრობდა, რომ ვიღაცა მშიერია ან ვიღაცა მწყურვალია. ზოგადად სულიერი საკვების ესაჭიროება საზოგადოებას და ჩვენ გვინდა, რომ აი ამ ფილმით, აი ამ კლიპებით შევქმნათ ამ ბიჭებს მემორიალი. ფაქტიურად ძეგლი დავდგათ ამ ბიჭების ღირსების, მათი ჩადენილი გმირობების შესახებ, რომ იცოდეს საზოგადოებამ თუ როგორი გმირები დაიარებიან მათ გვერდით. და სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანებს ძალიან ბევრი მოთმინება დასჭირდათ იმისათვის მათთან დამოკიდებულება, როგორიც არსებობდა წინა პერიოდში. და სამწუხაროდ ის ტოლობის ნიშანი, რომელიც გაჩნდა, რომ ვეტერანი უდრის სიდუხჭირეს, სიღარიბეს და სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნას, რომ ეს არ იყოს სიმართლე. სწორედ აი ამიტომ გვინდა გადავიღოთ ეს კლიპი, სწორედ აი ამიტომ გვინდა შევქმნათ დოკუმენტური ფილმები. და ერთი რამ კიდევ. ამჟამად მიმდინარეობს ჩატარდა ტენდერი კლიპთან დაკავშირებით და ფილმთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი და თუ ვინმე იქნება დაინტერესებული პირი, ეს პროცესი აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, თუ ვინმე ექნება სურვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ან უბრალოდ დაინტერესებული თუნდაც ერთ პირს, უფლება აქვს მოვიდეს და ამ პროცესს დააკვირდეს, თუ როგორ მიმდინარეობს კანონთან შესაბამისობაში აღნიშნული პროცესი, რომელთაც უნდა იქნეს გამორჩეული და არჩეული გამარჯვებული, რომელმაც შემდგომში უნდა გადაიღოს ეს ფილმები. უნდათ გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისას, რომ წარმოაჩინოთ თითქოს შიხიაშვილს აქვს გარკვეული თავისი პირადი ინტერესები, ან პირადი დამოკიდებულებებით წყვიტავს ამ საკითხს, მაგრამ მინდა უთხრა ყველას, რომ ეს მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და ყოველთვის ყველა პროცესი ჩვენ სამსახურში იქნება კანონის სრული დაცვით. იცით რა არის, მე ამ წუთას ესე კონკრეტულად ვერ ვიყრი, დარტყმა არ მიმდინარეობს მცდელობები, რომ აღნიშნული პროცესი, ან აღნიშნული საქმე გაბითურდეს საზოგადოებაში, მანკიერი დამოკიდებულება გაჩნდეს, თითქოს არ არის საჭირო ასეთი რაღაცის კეთება, რასაც ქვია ისტორიული, ფაქტიურად ეს ისტორიული კლიპია. იცით რა არის, სამსახურის ფუნქცია არ არის სამსახურის ფუნქცია არის, რომ სწორედაც მორალური მხარდაჭერა და მორალური ღირსებისა და პატივის აღდგენა მოახდინოს სამწუხაროდ, რომელიც აქამდე არ იყო ვეტერანების. და იმ ადამიანს ყველას, ვისაც მოაფიქრდება, რომ შიხიაშვილს ებრძოლოს, არ გაიგიო შიხიაშვილი ვეტერანთა სამსახურთან, იმიტომ რომ ჩემს გამო დარტყმა მიაყენონ იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ, ჯერ უნდა კარგად დაფიქრდნენ ამას, სანამ გააკეთებენ და არ იქნება ეს სწორი. კარგით, მე უნდა წავიდე. ბუდის ვიხდი, იმიტომ რომ კი ბატონო. მომისმინეთ. ჩემს შესახებ, აი გულზე ხელი დაიდეთ. რამდენი საოცარი ისტორია ერთ მოსმენელი.
რომელიც უბრალოდ მე სამასხარაოთაც არ ყოფნიდათ. რა თქმა უნდა, რატომ უნდა გავაკეთო? მოდი ახლა გიხსნით, რატომ არ შეიძლებოდა ეს განხილული ყოფილიყო. ბევრად უფრო საჭირო, საინტერესო ფორმა დღეს ამ სამსახურს. იმიტომ რომ ეს სამსახური არის სიპი და მას ხელეწიფება, მოიზიდოს გრანტები და მიიღოს შემოწირულობები. და გარკვეულწილად მოუხსნას ბიუჯეტს ტვირთი ყველა საინტერესო პროექტის განხორციელების შემთხვევაში თუ მოიზიდავს გრანტს და გაიჩენს დონორს. რატომ მოვისწრეს საშუალება? ხომ მესმის რომ ჩემს ბიუჯეტს ტვირთად ბევრი რამის აღება ჯერჯერობით ვერ შეუძლია. ხო შეიძლება ფაქტურად ეს ინვესტიცია შემოტანილი. შემოვახიდო ჩემს ბიუჯეტს ის ჩემს მიერ დამეგობრებული ან პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული ჩემგან გაკეთებული პროექტების საფუძველზე თანხები. რატომ არა? რატომ უნდა მინდოდეს სამინისტრო? ან თვითმიზანი ეს ამი რომ ეხლაც მინდა ვინც არ იცის ამჟამადაც ვეტერანთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი არის მინისტრთა კაბინეტის წევრი სათათბირო ხმის უფლებით. ასე რომ თუ მთავრობის წევრობა მინდა, მთავრობის წევრი ვარ. აი რისთვის უნდა მომინდეს? ეს უბრალოდ იცით რა არის? ქვას ისვრია. მე მოგარტყამენ თუ არ მოგარტყამენ, ხმაური მაინც ისმის კენჭის დავარდნის და არ არის ეს სწორი. ვიღაცამ ისიც მკითხა, რომ შენი პიარისთვის ხომ არა ესეთი ხმაური დადეს, რომ შიხიაშვილი თავის პიარისთვის იღებს ამ ფილმებსა და მე ჩემი პიარისთვის სამსახურის პირდაპირ ვალდებულება პიარი გაუწიოს ვეტერანების ყოფა ცხოვრებას და მათი რესოციალიზაცია მოახდინოს და რეინტეგრაცია საზოგადოებაში, რომელიც სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ვერ ხდება. მუშაობ. მაშინ მომობდი. მეც ძალიან მაინტერესებს მიზეზი. უბრალოდ მიზანი, მიზეზი, სურვილები მართლა მაინტერესებს, უბრალოდ მართლა ვერ ხვდები. და ბოლოს ყველაფერს თავის პასუხი გაეცემა. ანუ თვით მიზანი აქვს ადამიანებს, მე მიბრძოლო და იმ საქმესაც ვაკეთებდა. მიბრძოლო, ნახოთ. მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი, რომ ყოველთვის ალაპარაკობ. კარგად ბრძანდებოდით.